ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ალიანსის 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხება. რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გასულ წელს გამოქვეყნებულ დასკვნასთან შედარებით, ანგარიში არც უკრაინის და არც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხი აღარ მოხვდა. წევრ ქვეყნებზე მეტად აქვს მიღებული მონაწილეობა ქართულ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ამ ანგარიში მოხდა და ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ეს მოლოდინები სამწუხაროდ გქონდა ჩვენ აი 1-2 წლის წინ და 3 წლის წინ, როდესაც ვაუბრობდით ზუსტად, რომ არ იყო სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. განცხადება ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შესაბამისად, მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. სამომავლო საქმიანობის დეტალებზე დღეს ღარიბაშვილს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება კერძო სექტორი. ამასთან მომავალში პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა, მაგრამ გამორიცხა მის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნა. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწორავი პასუხები. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. მართველი გუნდის განცხადებით, უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება, რის გამოც საკანონმდებლო ორგანო ახალ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. ცვლილებების პაკეტი 18 კანონს შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ახალი სახე იარსებებს, რომელიც საქართველოდან გაძევებას და განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვას გულისხმობს. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განსხვავებული ვადებით გინდება. კონკრეტულად ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელს შეიძლება დაინიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში 5-დან 20 წლამდე ვადით. ასევე დაგეგმილია ჯარიმების გაზრდა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევის გამო. მაღაროელების აქცია ჭიათურაში ისინი ჯორჯიან მანგანეზის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით კომპანიაში სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაცია შეეხება როგორც მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს, ისე მენეჯერებსა და კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. გადაწყვეტილებას ის მაღაროელები გამოეხმაურნენ, ვინც თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და კონკრეტულ მოთხოვნებს აჟღერებენ. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის გადაწყვეტილება ბუნდოვანია და მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. მაღაროელების ხელფასების დაუყოვნებლივ დარიგება და საბანკო ვალდებულებიდან გათავისუფლება. კარგია თუ აპირებენ 15-20 მაისისთვის სრულად აღდგეს სამუშაო პროცესი, თუმცა შუქრუთის საკითხი არის ღია და გადაუჭრელი და წარმოუდგენელი კომპანია და საწარმო იყოს მომგებიანი, როდესაც შუქრუთის ტერიტორია კოროხნალი 1, კოროხნალი 2 და შუქრუთის მაღარო იქნება გაჩერებული, ყველაზე მომგებიანი და ყველაზე მაღალხარისხიანი მაღაროები და მანგანუმი. რაც შეეხება რეორგანიზაციას, ჩვენ ესე თვალდახუჭული ვერავის ვერ ვენდობით, ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები კონკრეტულად რა ადამიანებზე, რა კატეგორიაზე არის საუბარი, ვის შეეხება რეორგანიზაცია. ჩვენ ისედაც მუშათა კლასი თუ ჭირდება კომპანიას, რომ ყავდეს მშრომელი ხალხი, მუშათა კლასიდან გათავისუფლება საერთოდ არ იქნება ჩვენთვის მისაღები. ყირიმი რუსეთს დარჩება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. არ მგონია, რომ ისინი ოდესმე ნატოში გაწევრიანებას შეძლებენ. ფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატოში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო, განაცხადა დონალდ ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას. კითხვაზე სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთს უნდა გადაეცეს თუ არა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა
პასუხა, რომ ყირიმი რუსებს გადაეცათ. ეს მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა. მაგრამ შეძლებენ უკრაინელები მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს, მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის. მათ ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა, განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მარკ რუტეს თქმით, დონალდ ტრამპთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. საუბრის ძირითადი თემა კი ნატოს მომავალი სამიტი და უკრაინა იყო. ქაშმირის დაპირისპირებამ შესაძლოა სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს. ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა გამოცემა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო უნდა შეშფოთდეს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირების მოლაპარაკებების გზით დასრულების იმედი აქვს. ინდოეთი პაკისტანის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ქაშმირში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტიც დახურა. დელიმ ისლამაბადს მოსთხოვა შეწყვიტოს სასაზღვრო ზონაში ტერორიზმის მხარდაჭერა. ამას კატეგორიულად უარყოფს პაკისტანი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეების ვიზები გააუქმა. დახურა საჰაერო სივრცე ინდოეთის ავიახაზებისთვის და მეზობელ სახელმწიფოსთან ვაჭრობა შეაჩერა. ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები არ წყდებათ. საჰალის იერიშებს ღაზაში 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იერიშები ანკლავის მთელ ტერიტორიაზე მდებარე დასახლებებზე განხორციელდა. ისრაელის სამხედროებმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი გააფრთხილეს, რომ თუ დარჩენილი მძევლები არ გათავისუფლდებიან, ღაზაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ინტენსიური იერიშები განხორციელდება. ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები ორთვიანი ზავის დასრულების შემდეგ 18 მარტს განაახლა. მას შემდეგ კონფლიქტის ზონაში 1978 პალესტინელი დაიღუპა.